ეს ნახატი რომ დავხატე, იმდენად რაღაცა შთამბეჭდავი იყო და ჩანაფიქრითაც ეგეთი იყო, რომ მე მინდოდა რომ რაც შეიძლება მეტი დავხატო რა, ასე ვთქვათ, ესეთი სერია იყოს, რომ ყველამ მოახდინოს, ასე ვთქვათ, ამის ვიზუალიზაცია, რომ აი ჩვენ სადღაც სახლში ვზივართ და იმაზე ვოცნებობთ, რომ იმათ ცეცხლი მოუკიდოთ. ეს კოპიოები არ არის რა, ერთი რაკურსით დახატული იგივე თემაა, რომელიც გავს ერთმანეთს და მინდოდა რომ რაღაცა ბევრი ყოფილიყო და ეს არის ერთ-ერთი დავარქვი ოცნება. მე ვარ ალექსანდრე სანდრო ანთაძე, ხატვარ, არქიტექტორი, ცხოვრობ თბილისში და მოღვაწეობ აქ. ფერწერას და შეხება იწყება ბავშვობიდან, ანუ სულ ბავშვობიდან ხატავდი. ძალიან მიყვარდა ეს საქმე და ბავშვობიდან ვიცოდი რომ ხატვარი ვიქნებოდ. ჩემი რაღაც ესეთი ოცნება და მიზანი იყო. ბევრი გზაში, ბევრი სხვა რაღაცებიც ვაკეთე. რაც ასევე საინტერესო იყო, მაგრამ რომ ეკითხებიან რა პროფესიის ხარ თუ რას აკეთებ, ხატვარი. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ძალიან ესეთი დარტყმა იყო პირადად, ну ყველასთვის, შესაბამისად ჩემთვისაც, იმიტომ რომ აუთავებელი რუსეთის რაღაცა ოკუპანტის აგრესორის რაღაცა ის არ დამთავრდა არასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა უზარმაზარი ქვეყანა აქვს და კიდე რაღაცა სულ რაღაცა მტაცებლური პოლიტიკას ატარებენ. და რამდენი წელია უკვე ჩვენ მაგის მსხვერპლები ვართ, თუნდაც აფხაზეთი, სამაჩაბლო, ყველანაირად რაღაც საქართველოს ხო 9 აპრილიდან დაწყებული მოყოლილი და ეს ყველაფერია ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენ ადამიანებზე, ჩვენ მეგობრებზე, ახლობლებზე ყველაფერი ხდება და ჩვენი ოცნება არის ხო ყველას საქართველოს რომ რაღაც დამოუკიდებელი ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ, როცა და სულ ეს რუსეთის რაღაცა წმეხი, რომელიც არ გვეშვება რა, არ გვახარებს ასე ვთქვათ რა და უკრაინაში რომ დაიწყო ეს ომი, არ ვიცი, ეს ბრაზი, რომელიც დაგროვილი ამდენი ხანი რომ აი რაღაცა ჩვენ იმაში სვამ ტერორში ვართ, ახლა უკრაინაში დაიწყეს და შესაბამისად რაღაცა მინდოდა მიმეძღვნა რა ემოციების და რას ვისურვებდი, რა შემიძლია ახლა ესეთი ხო მეთქი დავხატავ ისეთ რამეს, რომელიც ჩემ დამოკიდებულებას გადმოცემს რუსეთის პოლიტიკის მიმართ. შესაბამისად დავხატე ესეთი ნახატი, რომელმაც გადმოცა ბევრი წლის რაღაცა ესეთი ტკივილი გადმოვეცი ის რომ არ შეიძლება დავუშვათ რომ მინდა რომ აი ეს უსურვო რუსეთის პოლიტიკას და მთავრობას რომ ცეცხლი მოეკიდოთ რა მე არ ვერჩი აი ნახატზე ჩანს ის მომენტი რომ იქით მარცხენა მხარეს უკან ჩანს სახლები სადაც ძინათლეა და ანუ ადამიანებს არ ვერჩი არ მინდა რომ მოსკოვი აფეთქდეს და მილიონობით ადამიანი დაიღუპოს მე მაგის ის არ აქვს ეს უბრალოდ სიმბოლური ცეცხლია რომელიც მაგათ პოლიტიკას ასე ვთქვათ აკრიტიკებს ანუ ასევე როგორც ლენინი თავის მავზოლეუმში რომელიც არ ვიცი ხო რომელიც საუკუნეა და რაღაცა ფარაონი ის რა ქვია პირამიდაში მუმიფიცირებული ყავთ როგორც ღვთაება და მართლმადიდებლებს ეძახიან თავის თავს და ჩვენს რაღაც ქართველები ერთმორწმუნეებს ვეძახით როცა რა ვიცი ესეთი მარტო მე მგონი ჩინეთში ახლა არ ვიცი მაგრამ ნუ აი მაოძედუნის რაღაცა კულტი ხო იმ რაღაც პიროვნების კულტის გაგრძელება და დღემდე აგრძელებენ მაგას რა და ნუ არ ვიცი რაღაც არც მართლმადიდებლური არ არის მე მგონი და ჩვეულებრივ რაღაცა ესეთი ქვეყანა პოლიტიკა აქვს რა თქმა უნდა ძალიან არასასიამოვნო ჩვენთვის პირველი რომ დავხატე იმდენად
ბევრი ემოცია და რაღაც ენერგეტიკა ჩავდე, რომ ესეთი ცოტა აბსურდული იდეა მომივიდა, რომ კი არა, კითხვა დავსვი რა, ეხლა კი დავხატე, ანუ ჩემი სტილიდან სრულიად განსხვავებული ნამუშევარია და ვიფიქრე, რომ ნუ აი რა, სად უნდა წავიდეს ეს სახატი, ეხლა მე რომ მეკიდოს სახში და მეთქი აი ეს რაღაც ესეთი მისტიური ის მივეცი რა, ამე უნდა გააკეთოს რა ამ ნახატს. ხო და მეთქი აი სად უნდა ეკიდოს, ვინ უნდა უყუროს ამ ნახატს და ვიფიქრე და ესეთი რაღაც ამბიციური ის მომივიდა, რომ მეთქი აი უკრაინელებს უნდა გაუგზავნო მთავრობას და ნუ მეთქი მთავრობა და მოდი რა ზელენსკის გაუგზავნით თქო, აი რაღაცა ყველაზე კარგი ადგილი იქნება, ვინც უნდა უყუროს, ასე ვთქვათ, ეს თავისი რაღაცა მიზანი თუ არ ვიცი, мотивация, რომ იქნებ რამე მოხდეს ეგეთი და ეს მე ხა კიდევ ვიძახი, არავის არ ვერჩი, არც ომი არ მინდა, ძალიან მშვიდობიანი ადამიანი ვარ, მაგრამ როცა უსამართლოდ ხედავ რომ რაღაცა ქვეყნები, ადამიანები, მილიონობით ადამიანი რაღაცა იტანჯება ამ რაღაც იმპერიული გაუმაძღარი ქვეყნისგან, რაღაც ჩემი აზრით კარგი ის იყო. მოკლედ პოსტი გავაჟღერე, რომ ვინმე სხვა რა გაქვთ კავშირი ზელენსკისთან თქო რაღაც ნამუშევრის. მე მგონი ამ ნამუშევრზე თქვი რომ გაგზავნა მინდა თქო და თუ შეიძლება ვინმე გამომეხმაურეთ თქო, იმიტომ რომ ნუ ვიცოდი რომ რაღაც ქართველებიც არიან, შეიძლება იყოს დაკავშირებული რა, არ ვიცი ეს რაღაც სპონტანურად ვიფიქრე რომ იქნებ მოხდეს ეს და ხო და ნუ ახალი დაწყებული იყო ომი, იქ რაღაც არც მქონდა იმედი რომ ან ფოსტა მუშაობდა, ან რაღაცა ესეთ მოკლედ რაღაცნაირად გავაგზავნე პოსტით. დიდი ხანი მიდიოდა, ნუ ვიყავი მზად რომ დაიკარგებოდა, არ ჩავიდოდა არასდროს. არა უშავს მე ჩემი ცადე ასე ვთქვათ. თან მაშინ ისეთი სიტუაცია იყო რომ რაღაცა ხო საქართველოსდან ქართველი ადამიანებისგან კარგი ის იქნებოდა ასე ჟესტი ხო და ესე მე მითხრეს რომ გადავეცითო ადმინისტრაციაში ვიღაცასო და მე რაღაც დაიკარგა რა ეს კვალი რომ მეთქი გადასცეს არ გადასცეს და ნუ არაფერი ინფორმაცია აღარ იყო ნუ ჩავთვალე რომ რაღაც შეიძლება სადმე კუთხეში დევს და ნუ არაფერი ემოცია ისეთი არ მქონდა რომ რაღაც მზად ვიყავი მაგისთვის რომ შეიძლება დაკარგულიყო და ახალი წლის 2024 წელი რო დადგა ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა რაღაც ვიდეო ბატონი ზელენსკის საახალწლო მილოცვა და სიტყვა იყო, სადაც რაღაც ერთ-ერთი моментის болос გამოჩნდა ეს ჩემი ნახატი. Хай би скільки не випускав ворог ракет, хай би скільки не було обстрілів і атак, підлих, безжалісних, масованих в прагненні зламати нас, українців, залякати, збити Україну з ніг, загнати під землю. Ми все одно піднімемось, бо той, хто приносить на нашу землю пекло, одного дня побачить його з власного вікна. Це шокში ვიყავი რა. რაღაცნაირად სწორად მოხდა ამის ჩავიდა და სწორი ზუსტად ის მესიჯი იყო, რაც რაღაცა მე დავხატე და ცოტა დაუჯერებელიც იყო, იმიტომ რომ ხო რა ესეთი რაღაც აბსურდული იდეიდან უცებ ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა რა და აი ემოცია მართლა ეხლა რაღაცა ცოტა მაჟრიალებს ეხაც რომ ვიხსენებ რომ ესეთ რაღაცები შეიძლება მოხდეს საერთოდ რა ჩვეულებრივი არც ძალიან ცნობილი მხატვარი ვარ რაღაცა და ესეთი რაღაცა იდეით ჩემი ის გაუგზავნე ამ ხელა ფიგურას რომელიც რაღაცა ჩემი ნახატით ასე ვთქვათ იმაშვება რა ქვია რუსეთს ეუნება რომ ნუ იმ მომენტში ეს ეუნება რომ ვინც წაგვიკიდა ცეცხლიო ისინი თვითონ ნახავენ ცეცხლს თავის ფანჯრებიდან ანუ ეს დიდი ხანი 2024 წელს უკვე ქონდა და ეხა დაიბეჭდა ზელენსკიზე ჟურნალ ტაიმში და ამ ნახატების ფონზე რო იყო
მე სხვებმაც გადააშეარეს სხვა ტელეკანალ დოჟი რო არის მე და ქართველებმაც რო ნახეს ეს ვიღაცა მიცნობს ჩემი ნამუშევარი და საქართველოშიც ესე ვთქვათ გაიტაცა მედიამ სოცმედიამ და რაღაც ესეთი გახმაურებული გახდა ეს ისტორია. აქაურ მოვლენებზე რა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი რაღაცა რუსულ ხელწერას გავს, თუ ეს პოლიტიკა მიგვიყვანს ისევ რუსეთთან, რავი, მაგაზე საშინელება, რა ვიცი, მე არ ამგონია, რომ კაი იყოს. რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ რაღაც გონია რომ ევროპული ქვეყანა ვართ რაღაცა მე პირადად ევროპისკენ ვარ და არა ისე ვიღაცები არიან ხო რომ რაღაცა ურჩევნიათ არ ვიცი მთელი ცხოვრება ევროპული აზროვნებით ვიყავი ამ მოცნების ახდენა ალბათ მოხდება მაშინ როცა რაღაცა რუსეთის პოლიტიკას ბოლო მოეღება რაც ეწყს წაუკიდებენ ბოლო თვითონ რუსეთის მოქალაქეები თუ იზავენ მაგას რა ხა მე მაკეთკენ მივდივარ რომ ეს ნახატი მაგათთვისაც არის რა შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა საწყენი იყოს მაგრამ ნუ რეალურად იმდენი მათ გარშემო იმდენი უბედურება ხდება თავისი პოლიტიკური თავრობის გამო რომ არ ამგონია თვითონაც ძალიან ბევრი კმაყოფილი იყოს მაგით და ის საშინელი რეპრესიები რომელიც იქაც არის ну როდესმე დამთავრდება და რაღაცა კეთილი ქვეყანა გახდება მანაც ცოტა ეჭვმეპარება მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ და ოცნებას რომ როდესმე რაღაცნაირად ჩვენს გამოვალთ ამ რაღაცა ჭაობიდან რომელსაც კიდე ისევ თავიდან ცდილობს ეს ქვეყანა რომ შეგვათრიოს